ეს მინდა გავარჩიოთ ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლევანს როგორც პოლიტიკურ ლიდერს უპირობო პატივისცემას გამოუცხადებ და უპირობო ნდობას. და ლევანი არის ისევე როგორც მიშა, ისევე როგორც ბაჩო, როგორც იყო 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე, პაატა არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ რო თქვა, რომ რევოლუცია უნდა გავაკეთოთ და გამოვყევით ხალხიო, აი ესე რომ გავყვები იმ ადამიანების რიცხვში შედის. ეს ადამიანები სულ 4 ან 5-ია მთელ საქართველოში და ლევანი არის ერთ-ერთი. და რადგან ის ჩემთვის პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც გავყვები, მის სიტყვებს მით უმეტეს აი ასეთი კონტექსტის მატარებელს, როგორც გუშინ წერილი გამოუშვა, დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა ახლა განვიხილოთ. ეს წერილი არის შემოთავაზება ჩვენთვის, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული თანხმობის მთავარი ფასეულობები. ის, რაზეც მთელი ერი უნდა შევთანხმდეთ. და აი ამ კუთხით და აი ამ ჭრილით შევხედოთ ახლა ამ ტექსტს, იმიტომ რომ ეს რო იყოს მაგალითად წინა საარჩევნო დაპირება, მე ამას ძალიან გავაკრიტიკებდი და გადავხაზავდი კიდევაც და ლევანი ახლა ლიდერი დარჩებოდა, მაგრამ ვეკამათებოდი ძალიან ბევრს. ხო და აი ახლა გადავხედოთ როგორც ეროვნული თანხმობის საფუძველს და ოდნავ ისეთ შევხედოთ, რომ ეს რომ მაგალითად იყოს წინასაარჩევნო დაპირება. აბა შევუდგეთ. საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზე ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას მოღალატე იუდას გზა და უარყოფილია ჭავჭავაძის დავით აღმაშენებლის თამარის და რაც თავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე. ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარე რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულება ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეთავაზებას ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი. ამას გავუსვათ ხაზი, რომ ეს არის ლევანის აზრით ის პუნქტები, რომლითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქოცის პროპაგანდას. ეს მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პროპაგანდას ვებრძვით, მესმის, რატომ არის პირველი პუნქტი იმაზე, რაზეც არის. საქართველოში არასოდეს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. მე მგონი ძალიან ხმაური შემოდის ფანჯრიდან და ერთი წამი ფანჯრას დავხურავ. ბოდიში. საქართველო არასოდეს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება. ოჯახი იყო, არის და იქნება ქალის და მამაკაცის ერთობა. ევროკავშირს არასოდეს უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმა, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები და პირველ პუნქტად ეს თემა აქვს გამოტანილი ზუსტად იმიტომ, რომ ქოცები გვტენიან ამ უსაზღვრო, უტიფარ რუსულ ტყუილს, რომელსაც ქვია ევროკავშირი იმიტომ არ გვინდამ, რომ იქ კაცებს გაგვითხოვებენ. არავინ არავის არ ათხოვებს, არა მარტო კაცებს, ქალებსაც კი არ ათხოვებენ.
საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი, უფლის სიყვარული, ქრისტეს მიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია, აღდგენა. ასევე სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, ფინანსური მხარდაჭერა, მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულზე უშუამდგომლოს გარკვეულ რაოდენობის მსჯავრდებულს. ოკეი. ეს პუნქტი გავარჩიოთ. დასაწყის ვეთანხმები. მეორე, რომ პრიორიტეტი არის კულტურული მემკვიდრეობა, დაცვა, რეაბილიტაცია, აღდგენა, აბსოლუტურად კი. სასულიერო აკადემიების გაძლიერება. ესეც გვჭირდება, ანუ სასულიერო აკადემიები გვჭირდება, იმიტომ რომ დღეს ქართულ ყალებში საქართველოს საპატრიარქოში რაღაცა თანამდებობებზე და იგივე პატრიარქის თანამდებობაზე ირჩევენ ტიპებს, რომლებსაც სასულიერო განათლება აქვთ მიღებული რუსეთში. რუსეთში კიდევ ერთხელ. ანუ საშინელება ხდება. ამიტომ სასულიერო აკადემიები მხოლოდ ქართული სასულიერო აკადემიიდან გამოსული ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ და ირჩეოდნენ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ რანგის და სტატუსიანი, არ ვიცი ამას რა ქვიათ. პირებად მოკლედ. სასულიერო რანგის არა მარტო მაღალ დაბალით, ნებისმიერი რაღაცა რანგი, რაც სასულიერო იერარქიაში ენიჭებათ, უნდა ენიჭებოდეთ მხოლოდ ისეთ ადამიანებს და საერთოდ რუსეთში მიღებული განათლებით არავინ არ უნდა არსებობდეს ამ სისტემაში. ამასაც ვეთანხმები. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის აღდგომის დღესასწაულებზე ეს იყო მიშას დროს საპატრიარქოს ჰქონდა იმის საშუალება, რომ სახელმწიფოსთვის წარედგინა ადამიანების სია, რომლებისთვისაც საპატრიარქო ითხოვდა შეწყალებას. ქოცებმა ეს პრაქტიკა მოსპეს. და ამ დროს აბრალებენ ნაცმოძრაობას და გვაბრალებენ ოპოზიციას, რომ ჩვენ თურმე ეკლესიას ვებრძვით. და ამ დროს ყველაფერი, რაც ეკლესიას ჰქონდა სწორი და სასიკეთო, თვითონ მოუსპეს. და დაუტოვეს მარტო იმის უფლება, რომ მიიტაცონ მიწები სოფლებში, უფლება, რომ მიიტაცონ ტყეები, უფლება, რომ მიიტაცონ რესურსები ბუნებრივი და საერთოდ უფლება, რომ ჰქონდეთ შავი ბიზნესები, უფლება, რომ მფარველობდნენ ყველანაირ მამაძაღლობას, უფლება, რომ ეწეოდნენ ნარკოტიკით ვაჭრობას, უფლება, რომ ეწეოდნენ სანქცირებული ირანული ნავთობით ვაჭრობას და 1000 ყველანაირი საშინელება და უბედურება. და ის, რაც კარგი ქონდა, ის მოუსპეს. ის თუ არის ეროვნული თანხმობის 5 პუნქტი, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს პუნქტი მხოლოდ აი ასე შემოიფარგლებოდეს, როგორც აქვს ლევანის ჯამრთელობა. ეს რო იყოს წინა საარჩევნო, აუცილებლად კატეგორიულად მოვითხოვდი, რომ აქ იყოს ნათქვამი და აღწერილი ის პროცესი, თუ როგორ გაიწმინდება ქართული საპატრიარქო რუსული გავლენით. როგორ მიიღებს ქართული საპატრიარქო უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობით გამოცხადებას. როგორ ჩამოშორდება რუსულ ევქარისტულ კავშირს რუსეთთან და რუსეთის ეკლესიასთან, ეკლესია ბრჭყალებში, იმიტომ რომ რუსეთს ეკლესია არ აქვს, როგორ შეწყვეტს ევქარისტულ კავშირს, როგორ ჩაატარებს გამოძიებებს, ლუსტრაციებს და დააკავებს
იმ ადამიანებს, ვინც საპატრიარქოში წლებია მუშაობენ და ემსახურებიან რუსეთს ღიად. ფარულად კი არ ვიცი, ღიად. რომ ეს ადამიანები დაისჯებიან, გასამართლდებიან ჩვეულებრივად სასამართლოში და წავლენ ციხეში. აი ეს რო იყოს წინასარჩევნო, აუცილებლად ამ პუნქტში. შეიძლება ეროვნულ თანხმობაშიც უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს პუნქტები იმაზეც არის გათვლილი, რომ ჩვენ ყველაზე ბნელი ადამიანებიც უნდა შემოვიერთოთ და ერთობა ასეთი უნდა იყოს, მაშინ ოკეი, ეს პუნქტი იყოს ასე. მაგრამ როგორც წინასაარჩევნო, ეს პუნქტი არ ვარგა. და ბევრი რაღაცა აკლია ის, რაც მე ახლა ჩამოვთვალე. მესამე, საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ ზღვარგადასულ რაოდენობით ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები. უპირობოდ შეწყდება უკონტროლო შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეების ზომიერების გარეშე შეიძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე. აბსოლუტურად ვეთანხმები. ასეთ შეიძლება დავტოვოთ. ერთადერთი თუ ეს იქნებოდა წინასაარჩევნო, მე აქ დავამატებდი, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი ფერეიდნელ ქართველებს და ფერეიდნელ ქართველებისთვის აი ის რაც ბოლო 14 თუ 10 წელი, რასაც მათ ქოცები უკეთებენ, ამის რეაბილიტაციას მოვახდენდი აუცილებლად. და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მეყოლებოდა ეს ჯგუფი, რომ ფერეიდნელი ქართველები არანაირად არ დაიჩაგრონ და იყვნენ რაღაცა მიმართულებით პრიორიტეტული. მეოთხე პუნქტი. აი ამ პუნქტთან მაქვს ყველაზე მეტი კითხვა. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას. ჩემს ამეზღობოში ეტყობა ვიღაცას დაბდღე აქ. ხოდა. ჩემი აზრით, აქ აუცილებლად უნდა ეწეროს დეოკუპაცია. ძალიან აუცილებლად უნდა ეწეროს დეოკუპაცია. მაგრამ რადგან ეს არის პროპაგანდასთან გამკლავების 5 პუნქტი, შესაძლოა იმიტომაც არ წერია დეოკუპაცია, იმიტომ რომ ქოცები ამაზე იყვირებენ, აბა ომი გინდათო, აი ხო ვამბობდით რომ ომი უნდათ და შესაძლოა რომ დეოკუპაცია მონათლონ როგორც ომი, მაგრამ მე ხო ვლაპარაკობ დეოკუპაციაზე. და მე მგონი ძალიან გასაგებად ვლაპარაკობ, რომ ისე ვლაპარაკობ, რომ აბა ომი გინდას, ვერ მიაბამ იმას, როგორც მე განვიხილავ დეოკუპაციას. შეიძლება ამ საკითხში ლევანიზე ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ბევრად უფრო მომზადებული ვარ, იმიტომ რომ ლევანიზე მეტი მიფიქრია და ლევანიზე მეტი დამიწერია, მისაუბრია, ჩამომიყალიბებია, აი ლევანის რო აქვს 5 პუნქტიანი ეროვნული თანხმობა, მე მაქვს 5 პუნქტიანი დეოკუპაციის პოლიტიკა. ამიტომ შეიძლება ამ კუთხით ოდნავ ჩამორჩება ჩემს მომზადებას, ლევანის მომზადება და ამიტომ არის ასეთი მოკრძალებული ეს მეოთხე პუნქტი. რაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა კი არა, ანუ აუცილებლად უნდა იყოს აქ აღნიშნული, რომ ამ რაციონალურ პოლიტიკაში მოისაზრება სახელმწიფო კონტროლის აღდგენა სრულ ტერიტორიაზე, საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. ეს აუცილებლად უნდა იყოს აქ აღნიშნული და არ არის. თუ სიტყვა დეოკუპაციას ეშინია, მაგალითად ლევანის და გონია, რომ ქოცები ამას მიაბამენ, აბა ომი გინდათოს, მაშინ სხვანაირი ფორმულირება, აი ასეთი ფორმულირება
სახელმწიფო კონტროლის აღდგენა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა, მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა, ამ ფონზე ინგრევა ოჯახები, მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს, ჩვენთვის ოჯახი გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება. ოჯახის შექმნა, შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი. ამას მივესალმები ყველანაირად. ეს თუ შველის დემოგრაფიას, თუ ყველაფერს მივესალმები, რაც დემოგრაფიას შველის. როგორც, იმიტომ რომ როდესღაც აუცილებლად ისევ 12 მილიონი უნდა გავხდეთ, როგორც ვიყავით რამოდენიმე საუკუნის წინ, სანამ რუსეთი შემოგვესეოდა. და ამ 12 მილიონად გახდომას რაც უშველის, ყველაფერს მივესალმებ. როგორც კი ამ პუნქტზე, 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას, ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის, ენის მოჩლექვის გარეშე, შემდეგ უკვე უნდა შევძლოთ გადავიდეთ ასევე უმნიშვნელოვან საკითხებზე. ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლატზე, რომელსაც მიიღებს ხალხი. და პლუს 1 პუნქტი საქართველოს ივანიშვილის გარეშე. ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დაუშვათ. კომენტარებში დაწერეთ თქვენი პოზიციები და ასევე პოსტით გამომიგზავნეთ წერილი ქალაქი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება ლევან ხაბეიშვილი. არ ვიცი მივწერო თუ არა ლევანს წერილი იმაზე, რომ მე-4 პუნქტში აუცილებლად უნდა იყოს დეოკუპაცია. იქ რაც ეხება ეკლესიას, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩამოშორება მოსკოვის საპატრიარქოს და ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა. ვიფიქრებ ამაზე, არის თუ არა მიწერა წერილი საჭირო. კარგია ეს. ყველაზე კარგი ამ 5 პუნქტიდან პირველი პუნქტია, იმიტომ რომ ქოცებმა არ უნდა და ვერ უნდა გაგვათანაბრონ იმ ბინძურ ჩასარეცხ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩასარეცხ სალევაკეთთან, რომელთანაც დღეს გვაიგივებს თავისი პროპაგანდით და ეს კარგად გამოსდის. და ეს რაღაცა ეროვნული და ტრადიციული, რომ მონოპოლიზირებული აქვს და რეალურად თვითონ არის ყველაზე არაეროვნული, ყველაზე არატრადიციული, ყველაზე რუსული, ყველაზე გარყვნილი, ყველაზე პედოფილური, ყველაზე კრიმინალური, აი ასეთი რაღაცა ხროვა ჩვენ ვერ უნდა გვეუბნებოდეს და ვერ უნდა გვასწავლიდეს ნამდვილი ქართველობა რა არის. ნამდვილი ქართველობა რა არის, ჩვენ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ პუნქტები კარგია, ჩემი აზრით ცოტა რბილია. არ არის მაინც მკაფიო და მკვეთრი და აკლია ის, რაც ვთქვი, რომ აკლია, მაგრამ შეიძლება პროპაგანდასთან ბრძოლისთვის აი ასეთი მომრგვალებულება არა სიხისტე და არა სიმკაცრე ამ ეტაპზე შეიძლება ჯობდეს იმ კატეგორიულობას და იმ სიმკაცრეს და სიხისტეს, რომელსაც ვავლენ მე. როდესაც ვლაპარაკობ დეოკუპაციის პოლიტიკაზე და როდესაც ვაჟღერებ ჩემს 5 პუნქტიან დეოკუპაციის პოლიტიკას. გამოხატეთ თქვენი აზრი და შეადარეთ ჩემი 5 პუნქტიანი პოლიტიკა ლევანის 5 პუნქტიან ეროვნულ შეთანხმებას.
მომავალ შეხვედრამდე.